გადაცემას კი ვხსნით პირველი თემით, რომელიც ანონსში წარმოგიდგენთ. სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება. წერილი, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხიდან გამოგზავნა, რომლის წაკითხვაც არის სურვა წმინდა სინოდმა და რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა. წერილი იწყება მიმართვით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და სინოდის წევრების მიმართ. ეს წერილი ადასტურებს, რომ დეკანოზ მამალაძეს გამოძიება თავიდან პატრიარქის მკვლელობის მცდელობას უმტკიცებდა და არანაირად შორენა თეთრუაშვილის, როგორც ეს მოგვიანებით დამძიმებულ ბრალში ითქვა. წერილის დასაწყისში დეკანოზი წერს, რომ მას პრობლემები საპატრიარქოში დაეწყო ზუსტად იმ დროიდან, რაც ის დაინიშნა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად და მან მოამზადა დასკვნა საპატრიარქოს შიდა ფინანსურ ამბებზე, რომელიც უნდა წაეკითხა წმინდა სინოდის ხდომაზე, რისი საშუალებაც მას არ მისცეს. რის შემდეგაც პატრიარქისვე კურთხევით ეს დასკვნა გადასცა პატრიარქის უახლოეს გარემოცვას. წერილში, რომელიც მამალაძემ ციხიდან გამოგზავნა, ის მღვდელმთავრებისგან ითხოვს შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის საპატრიარქოს ფინანსურ მდგომარეობას, რაც ხაც გახდის, რატომ შეექმნა დეკანოს პრობლემები და რა შეეწირა ის. შემდეგ წერილი გრძელდება თემით, თუ როგორ მიიღო მან წინადადება დაკავების პირველივე წუთებიდან, როცა ის აეროპორტში დააკავეს და მანქანაში ჩასვეს, რომ ეღიარებინა, რომ ის გერმანიაში მიდიოდა არა ვინმე სხვის, არამედ პატრიარქის მოსაწამლად და როგორც თანამონაწილეებზე ხელი დაედო მეუფე დიმიტრიზე, რომელიც მისი უწმინდესობის ძმისშვილია და ასევე მეუფე სიძეზე სოსო ოხანაშვილზე, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პატრიარქის დაცვის უფროსი იყო. ჩვენი ინფორმაციით, ამავე წერილით ის ათხოვინებს პატრიარქს და სინოდს, რომ ბათუმისა და სხალთის მიტროპოლიტის დასახელება თანამონაწილე და ასევე სოსო ოხანაშვილის მას შეუმსუბუქდებოდა ბრალდება და მოხდებოდა მისი განრიდება. ეს წერილი სინოდმა არ წაიკითხა. წაკითხვას ითხოვდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე. ერთადერთი, ვინც მას მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნაში, მეუფე იობი აღმოჩნდა. საინტერესოა, რატომ არის სურვა სინოდმა ამ წერილის გაცნობა. ჩვენი ინფორმაციით, ეხლა ელოდებიან თავად დეკანოზის თანხმობას და შემდეგ ადვოკატები აპირებენ ამ წერილის გასაჯაროებას მედიისთვის. მეუფე პეტრემ ეს წერილი რამდენიმე ეგზემპლარად გადააკოპირა და შეინახა. ასევე წაუკითხა საკუთარ ეპარქიაში მღვდელმსახურებს. სწორედ მის ეპარქიაში მსახურობს სასულიერო პირი, ვინც ახლა სამეგრელოდან 2 წუთში ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, მღვდელმონაზონი ანდრია, ინჩხურის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტერი. ვიდრე მას პირველ შეკითხვას დაუსვა, მანამდე კიდევ ერთი ინფორმაცია, საინფორმაციო სააგენტო აიპრესთან კომენტარი გააკეთა სოსო ოხანაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ მისი საქართველოდან გერმანიაში წასვლის მიზეზი ის უნიჭოდ დადგმული შოუ იყო, რომელმაც საზოგადოება შეძრა. შემდეგ რაც გასულ რეაქციაში მეუფე პეტრემ ამ წერილის არსებობაზე ისაუბრა, ბევრი კომენტარი გაკეთდა. ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშვილს ეკუთვნოდა. ეს ყველაზე სერიოზული ბრალდებაა, რაც ამ საქმეში დღემდე მომისმენია. დაწერა ხიდაშვილმა Facebook-ზე. მეუფე პეტრეს სიტყვებს ძალას მატებს საქმის დახურვის უსუსური არგუმენტები პროკურატურის მხრიდან. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ გონი პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ღიად საჯაროდ კამერების წინ პროკურატურა სასამართლო პროცესზე ბრალდებულს აშანტაჟებდა პირადი ცხოვრების კადრებით. მე არ მახსენდება ვინმეს ასე პირდაპირ ღია ეთერში დაეშანტაჟებინოს იმ პირსისხლიანი 9 წლის განმავლობაშიც კი. აბა თუ აუხსნის ვინმე ხალხს, რას ამბობს მეუფე პეტრე, როცა დეკანოზის გამოგზავნილ წერილზე საუბრობს, თუ ამჯერადაც ის უნდა ვთქვათ, რომ ნაცი იყო და კიევიდან იღებდა დაკვეთებსო. ეს თინა ხიდაშელის კომენტარი იყო. მამა ანდრია, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. როგორ გესმით ჩემი? მოგესალმებით, ქალბატონო იგა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მამაო, მე მინდა თქვენთან საუბარი პირველ რიგში დავიწყო იმ განცხადებით, რომელიც გასულ რეაქციაში გააკეთა მეუფე პეტრემ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა. მამ ბრძანა, რომ მას მერე